მოგესალმებით, გამჩინსყალობით ვაგრძელებთ პირკეოთის შესწავლას. ჩვენი გაკვეთილი იყოს როგორც ვისწავლეთ ლენინის შმათ. כל חיילי צה"ל, הגנה לישראל, אנשי ביטחון, מי שלצערנו נפלו, ყველა ის ჯარისკაცის ნაშრომის მოსამაღლებლად, პოლიციელის და ყველა ის ისრაელის ნაშრომების მოსამაღლებლად იყო ჩვენი გაკვეთილი, ვინც ისრაელის მიწისთვის ისრაელის მოსახლეობისთვის თავი გასწირა. მაგრამ ჩემმა ნათელში ამყოფს ყველა მათი ნაშრომები. ვაგრძელებთ პირკეოთს, პირველი თავის მეოთხე ნიშნა. יוסף בן יועזר, איש צרדה, אומר אמבוס יוסף בן יועזר, קלק צרדדן יהי ביתך בית ועד לחכמים רואיכוס אדמיאניס עשית כה צחלי פרצלת ריאה תוריס ברזנה ביסטויס והווה מתאבק בעפר רגליהם דאיכוס אדמיאני ונדה ასე თქვათ ეკრობოდეს, ეწებებოდეს, ანუ იგულისხმება გაყვეს მათ, ანუ თალმით ხახმების და დიდი რაბების, ასე თქვათ, ფეხის მტვერს გაყვეს, ანუ ნაბიჯებს გაყვენ, მის მათ კვალს გაყვნენ. ვეჰევე შოტე ვაცამა ეთ დივრეჰემ. და ასე თქვათ, ადამიანს კონდეს უნდა, ასე თქვათ, სმენის დროს, სწავლის დროს, უნდა ისმენდეს და სწავლდეს ადამიანი თორის ბრძანებისგან. ჩვენ ბრძანებისგან, ჩვენი რაბებისგან სწავლობდით თორას, თითქოს და ადამიანი, მწყურვალი ადამიანი, რომელისთვისაც ყოველი წვეთი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როცა ადამიანს წყალი არ გააჩნია, რომ იყოს ყოველი თითოეული წვეთი მისთვის ძვირფასი. როგორც ადამიანი გაუფრთხილებოდა წყალს, ის უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი ჩვენი ბრძანების სიტყვებს. ცოტა რამოდენიმე სიტყვით რა ვახსენოთ ეს ნიშნა. გვასწავლის თორა, יהי ביתך בעת ועד לחכמים. გვასწავლის თორა, რომ ჩვენი სახლი, ყველა ისრაელის შვილის სახლი უნდა იყოს ვრცელი, ასე ვთქვათ, ვრცლად გახსნილი თორის ბრძანებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თორა გვასწავლის, რომ პირდაპირ უნდა გადავთარგმნოთ ეგრე, რომ კაია რომ ადამიანის სახლში მოდიოდნენ ის ადამიანები, ვინც თორას ამრავლებენ, ვინც ასე ვთქვათ, ჯამაათისთვის ცდილობენ სიკეთე გააკეთონ, თორა ასწავლონ და დაეხმარონ და ასე შემდეგ, რატო? გვასწავლიან რაბები, მიდრაში წერს, რომ გამჩნდა ყველა ისრაელის შვილის სახლში ჰქონდეს გამჩნისყოლებით ბერახა და დახმარება და გამჩნის შეხინა იყოს მის სახლში. ყველა ისრაელის შვილის სახლში იყოს ჩვენ სახლებში შეხინა და თუ არის პირიქით გამჩნდა დაგვიფაროს და ოჯახია, სადაც ასე ვთქვათ, თორის სიტყვები არ ტრიალებს, თორის ბერახა არ არის სახლში, ან თორას არ შეისწავლებენ სახლში და ასე ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ, თორისგან დაცარიელებულია სახლი. გვასწავლის ნიშნა, რომ კარია მოვიყვანოთ რაბების სახლში, დივრე თორა ჩაატარონ, თორის ბერახები გაამრავლონ, როგორც ნათქვამეთ თორაში, რომ შემდეგ ნიშნებში წერია კიდე პირკეოთი შეგვახსენებს რამოდენიმე ადგილას, რომ წერია თორაში, სადაც გამჩენი ძახის, სადაც ჩემ სახელს, ასე ვთქვათ, გამოთქვათ, გაიხსენებთ, იქ მოვალ და იმ ოჯახს ვაკურთხებ, იმ ადგილს ვაკურთხებ. და თუ არის გამჩენილი დაგვიფართ ისეთი ადგილი, სადაც ასე ვთქვათ, ბერახეს არ ამბობენ სამწუხაროდ, თორის სიტყვები არ არის ოჯახში სამწუხაროდ, კარგია მოვიყვანოთ ადამიანები, ვინც თორას შეისწავლებენ ჩვენ სახლში და მათი დახმარებით ჩვენ ოჯახში, ასე ვთქვათ, ჩამოვა გამჩენის შეხინა და გამჩენის კურთხევა. აგრძელებს ნიშნა და გვასწავლის მეორე რამეს, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, გავყვეთ თორის ბრძანების, ასე ვთქვათ, ფეხის, ასე პირდაპირ გადავთქვათ, მტვერს. რა იგულისხმება, რა თქმა უნდა, აქ მტვერი არ იგულისხმება, ნახდათ რომ მტვერი გვჭირდება, ადამიანმა გაიარა, მაგრამ ეს მტვერი გვჭირდება, არა, რა თქმა უნდა. არამედ რაზეა ნათქვამი წერს მიდრაში, როდესაც როგორც მტვერზე ადამიანი ასე ვთქვათ, დადის და საფეხურს ასე ვთქვათ, ტოვებს ნიშანს თუ სად გაიარა, ასევე ტოვებს თორის ბრძენი ადამიანი კვალს, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვასწავლის თორას, გარდა იმისა, რომ ჩვენ გარდა თორისა და გარდა ყველაფრისა ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ადამიანის ქცევისგანაც
თუ როგორ უყარს ადამიანს გამჩენი, როგორ მოამაღლებს გამჩენის სახელს, ნებისმიერი მოქმედებები, ასე ვთქვათ, დაუკვირდეთ, არაბების რო შევხედოთ, გარდა თორის გაკვეთილებისაც გვასწავლიან, მოქმედებითაც კი შეუძლიათ რომ ბევრი რამე გვასწავლონ ცხოვრებაში. იგულისხმება ზუსტად, რომ მათ კვალს გავყვეთ ცხოვრებაშიც. არა მარტო რასაც გვასწავლიან, ბარუხ ჰაშემ თორას გვასწავლიან ჩვენი ბრძანები, არამედ მათ ჩვეულებრივი ცხოვრების ასე ვთქვათ, ყოველი წუთს რო შევხედოთ, ქუჩაში დადიან, როგორ მოგრძალებულები არიან, თუ შევხვდებით რომ რაღაცა ბერახას გამოთქვავენ, თუ როგორ გამოთქვავენ, ყოველ თითოეულ სიტყვას უფრიქრთებიან, თუ როგორ გამჩენის სახელს მოამაღლებენ, იგივე ლოცვაში რო შევხვდეთ თორის ბრძანებს, არ საჭირო მისგან, რა თქმა უნდა, რაც მე თორას ვისწავლეთ მით უკეთესი, მაგრამ უბრალოდ დავუმატლიანდით და თორის ბრძანის გვერდზე დავდგეთ და მის გვერდზე ვილოცოთ, ლოცვაშიც კი ბევრ ასე ვთქვათ სიახლეს გვასწავლიან თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ლოცვაში, როგორ თავდაბალი უნდა იყოს ადამიანი, როგორ უნდა ილოცოს გამჩენთან და უბრალოდ ნებისმიერი ქცევია დავიჭიროთ ასე ვთქვათ, შევხედოთ თორის უდიდეს ბრძენს, გვასწავლის ბევრ რამეს ყოველ ნაბიჯზე. და მესამე ასეც გვასწავლის ჩვენი მიშნა, ეს არის რომ თორის ბრძენების ასე ვთქვათ სიტყვები, ნახდათ თორის ბრძენი რო ადამიანი და გამჩენის მოშიშია და გამჩენის თორას გადაარჩევს ისრაელის, გადმოგვცემს ისრაელის ერს, მისი სიტყვები არის ყოველ თითოეული სიტყვა არის ძვირფასიო. ყოველ თითოეული სიტყვიდან, ერთი ფრაზიდან შეგვიძლია ბევრი რამე ვისწავლოთ. ნებისმიერ საკითხი ავიღოთ. ამიტომ არის ნათქვამი რა, მისი სიტყვებზე ყოველი ასე ვთქვათ ყოველი სიტყვიდან შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისწავლოთ და როგორც მოვიყვანეთ მაგალითად ადამიანი სვავს ცხელას ვთქვათ პერიოდში სიცხეში სვავს და ცოტა წყალი აქვს და ყოველ წელს უფრთხილდება რომ ასე ვთქვათ არ დაეღვაროს და არ დაკარგოს და ის მიიღოს სიამოვნება რაც უნდა მიიღოს, ასევე უნდა იყოს რა, რომ ჩვენ მივიღოთ ასე ვთქვათ სიამოვნება პირველში მათი თორისგან, ასაც თორას გვასწავლიან ბრძენები, მათი სიტყვებს დაუფიქრდეთ და გამოვიყენოთ ყოველი თითოეული სიტყვა, როგორც ვთქვით, რომ ბევრი ერთ ფრაზაში შეუძლიათ ძალიან ბევრი რამე გვასწავლონ თორის ბრძენებმა. ამიტომ არის ნათქვამი, რომ გამჩენო და გვამადლიანოს ყოველთვის ვიყოთ ნახდათ თორის მოსწავლეებთან, ნახდათ იმ ხალხთან, ვისაც ისრაელის ერი უყვარს, ვისაც ისრაელის ერისთვის ზრუნავს და მათგან ბევრი თორაზე დავუმადლიანდეთ რომ მივიღოთ და არა მარტო თორაზე, არამედ ჩვეულებრივი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში რომ მივიღოთ მაგალითები, დახმარება, რჩევა და ასე შემდეგ. მოყავს მიდრაშის მეორე ახსნა მაგ მესამე ასე ვთქვათ მონაკვეთზე, რას ნიშნავს, რომ ადამიანმა მიიღოს თორის ბრძენებისგან ყოველ თითოეული წვეთი ასე ვთქვათ და სიტყვა როგორც მწყურვალი ადამიანმა, ეს არის ზუსტად იმაზე ნათქვამი, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ თორეს გაკვეთილებზე უნდა დავესწროთ, რაბებისგან თორა მივიღოთ, არამედ ნათქვამია, რომ რას ნიშნავს ადამიანი გაკვეთილს დაესწროს და რას ნიშნავს ადამიანი, რომ მიიღოს ასე ვთქვათ თორისგან ბერახა, რა ასე ვთქვათ როგორ გადმოვიტანოთ ასე ვთქვათ მიდრაშის სიტყვები, რაოდენობა დროის რო თქვა რომ ასე ვთქვათ ადამიანმა უნდა გაატაროს და ჩაითვლება რომ თითქოს და გაკვეთილზე იყო და თითქოს და მე რაღაცა დივრე თორა მივიღე ადამიანისგან და მიდრაში ბრძანებს თითოეული სიტყვა როგორც თითოეული წვეთი ადამიანისთვის არის ძვირფასი იმ დროს როდესაც წყალი არ გააჩნია და ცხელა და ყოველ თითოეულ წვეთს უფრთხილდება, ასევე უნდა უფრთხილებოდეს ადამიანი ყოველი სიტყვას დივრე თორისა და თორის სიტყვებისა და ბერახებს, რასაც ადამიანი აკურთხებს მთელი დღის მანძილზე. ადამიანს რამდენი უნდა ისწავლოს თორა რომ მიცვაში ჩაითვალოს, იგივე ჩვენ წინა ასე ვთქვათ მიშნებს დავუბრუნდეთ, რომელიც ვახსენეთ, რომ ადამიანმა ყოველ ადამიანს აქვს ვალდებულება თორა ვისწავლოთ, რადგანაც იგივე პირველ მიშნაში მოვიყვანეთ ახსნა რომ თორის სწავლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავუმადლიანდეთ თორის ცოდნაზე და ნებისმიერ მიცვის შესრულების ასე ვთქვათ ცოდნაზე როგორ შევასრულოთ მიცვები, საიდან ვხედავთ მაგას? თორის სწავლიდან. თუ ადამიანი თორას არ შევისწავლეთ, არც უგეცოდინება რომ შევასრულოთ სხვა ასე თუ ის როგორი მიცვა. ამიტომ არის ნათქვამი თორაში რა, რომ ადამიანს რამდენი შეუძლია იმდენი შეეცადოს. არ თქვას ადამიანმა თქვათ შეუძლია 10 წუთი ისწავლოს, 5 წუთი ისწავლა, არა. შეგიძლია ბარუხ ჰაშემ მოგცო გამჩენოს წყალობით და გუმადლიანი გამჩენმა
5 წუთი ვისწავლოთ თორა 5 წუთი ვისწავლოთ 10 წუთი ისწავლოთ ადამიანმა ეს არის ზუსტად ნათქვამი რომ თორა უნდა იყოს ადამიანისთვის როგორც ასე ვთქვათ სასრდო სიცოცხლის სასრდო ასე ვთქვათ მაგით არსებობს ადამიანი რაც უფრო მეტ თორაზე დაუმადლიანებით გამჩენის წყალობით რა თქმა უნდა გასამჯეროსაც მეც მოგხსნებს გამჩენი ჩვენ მაგისთვის არ ვაკეთებთ გასამჯეროსთვის არ ვსწავლოთ თორას მაგრამ გასამჯეროს მაინც დაგვახვედრებს გამჩენი ხო ჩვენი მიზანი ეგ არ არის მაგრამ ის არის ჩვენი მიზანი რომ თორასაც ასწავლოთ მეტი გავიგოთ მეტი ინფორმაცია გქონდეს მეტი თორის ცოდნა გქონდეს რადგანაც მეტ მიცოზე დავუმადლიანდეთ რაც უფრო მეც დროს ჩავდეთ თორაში რასაც გამჩენი დაგვამადლიანებს გამჩენმა მოგცეს ყოველთვის გამოგვეყენებინოს ეს ყოველი 2 წუთი დაგვეფასებინოს და ყოველი ჩვენი სიტყვა თორიდან რასაც დავუმადლიანდეთ იყოს ჩვენთვის ძვირფასი უყურებდეთ მაგას როგორც წყალი ეს არის ძვირფასი არ არის უბრალოდ თორის უბრალოდ სიტყვა ნათქვამი სიტყვა და ვიტყვით თუ არ ვიტყვით ვისწავლეთ თუ არ ვისწავლით თითქოს და არაფერს დაგვაკლებს არა თუ გვასწავლეს რომ ადამიანს როგორც გადაარჩენს ნებისმიერი წვეთი უფრო ერთი წვეთი თუ დაამატოს უფრო მეტ შველას მიიღებს ასევე არის რა ადამიანისთვის თორა რაც უფრო მეტ თორაზე დავუმადლიანდეთ ცხოვრებაში მით უფრო მეტ მიცვას შევასრულებთ მეტ ბერახას მივიღებთ გამჩენისგან და გამჩენმა მოგცეს ყოველი სიკეთე რაც ამ დედამიწაზე არსებობს ყოველი ბერახით გვაყურთხოს გამჩენმა თორის ბერახით გვაყურთხოს და ყველაფერი კარგზე დაგვამადლიანოს გამჩენმა მრავალ მიცებზე და მრავალ კეთილ დღეებზე ბედნიერად დროებით